დაგვერის შეფი იყო მაშინ დაგამიშალა დღემდე და მათ ითხოვეს რომ მე მიმეღო მათ მიერ დაგეგმილ ალტერნატიულ არჩევნებში მონაწილეობა რომელიც უნდა ჩატარებულიყო სამხრეთ ოსეთის იმ ნაწილში რომელსაც ქართული ხელისუფლება აკონტროლებდა და რომელიც უმეტესად იყო დასახლებული ეთნიკურად ქართველები და მაშინ მე შემომთავაზეს რომ ყოფილიყავი ერთგვარი სახე აი ამ ალტერნატიული არჩევნებისა და ასევე ღიად მითხრეს რომ ამ არჩევნებზე პირველად ზუსტად მათ უნდათ რომ დაეყანოს დიმიტრი სანაკოვის სამხრეთ ოსეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი ძალიან ცოტა ხნის განმავლობაში მუშაობდა როგორც პრემიერ-მინისტრი სანამ ცხინვალიდან არ დამირეკეს და არ მითხრეს რომ რა ხდება რომ შემოვიდნენ ქართველები მანამდე არაფერი არ ვიცოდი მე დავრეკე დიმა სანაკოევსა და მეთქვი რა ხდება მეთქიო მეც არ ვიცი მეც გორში ვარ გორში მივდიოდი და გზიდან დამიბრუნესო რომ დაბრუნდიო იქ არეულობა არისო მაგრამ ვერაფერი ვერ გავიგეო მე ხო არაფერი ინფორმაცია არ მქონდა რა ხდებოდა და იქიდან რომ მირეკავდნენ ცხინვალიდან დიმა რო იყო გორში მე კიდე დიმას ურეკავდი და იმისგან მიღებდი ინფორმაციას მაგრამ რო აი ესეთი რაღაცა ხდებოდა საერთოდ მე არ ვიცოდი даже მე ავედი მაშინ კახალომაია იყო უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე და მე ვთხარი დიმა მიცოდა რომ ასეთი რაღაცა იყო იმიტომ რომ მაგათმა გამოიყვანეს თავის ნათესავები აქ და ჩემები დაიხოცა იქ 42 ნათესავი დაიხოცა ჩემი იქ და დედა ჩემი ისე მოკვდა რომ არ მელაპარაკებოდა რომ მე თავრობაში ვიყავი და მთელი ნათესაობა დაიღუპა და მე არავის არ უთხარი საბოლოოდ მაინც მოახერხეს ჩემი დათანხმება და მე დღემდე ვინალიებ ამას, იმიტომ რომ ერთმა ფრაზამ იმაღებინა ეს გადაწყვეტილება. ეს ფრაზა იყო ასე, სიტყვასიტყვით ციტირებას ვახდენთ. ქალბატონო მარია, თუ თქვენ არ მიიღებთ მონაწილეობას ალტერნატიულ არჩევნებში და თუ თქვენ არ იქნებით არ მოგცემთ შესაძლებლობას განახორციელოთ ეს პროექტი, სხვანაირად პირადი ოქუაშვილს ვერ შევაჩერებთ. დღევანდელი საქართველოს და მასში ჩვენი ერთად ყოფნა თავაზობს სიმშვიდესა და დაცულობას რომელიც ასე გაგვია დღევანდელი საქართველოს თავაზობს ცხოვრებას პანდემიის გარეშე და კრიმინალური ავტორიტეტების ბოგინის გარეშე დღევანდელი საქართველოს თავაზობს ცხოვრებას კორუფციის გარეშე როდესაც ვეღარა ვერასდროს საქართველოს თამს ანტიმენი ბიზნეს სტილს დღევანდელი საქართველოს თავაზობს თავისუფალი კანონიერი ბიზნეს საქმიანობის სულ შესაძლებლობებს სადაც ვერავინ შეზღუდვა თქვენი ინიციატივას თავაზობთ გაცილებით უკეთეს ჯანდაცვის და განათლების პირობებს ჩვენი ოჯახებისთვის. დღევანდელი საქართველოს თავაზობს არჩევანის ნამდვილ თავისუფლებას, სადაც ვერავინ დაგაძალეთ ამა თუ იმ ქვეყნის მოქალაქეობას და სადაც აღარ დაგაპატიმრებენ იმისთვის, რომ კიდევ აირჩიოთ საფრთხე ქვეყნის პარლამენტი და პრეზიდენტი. დღევანდელი საქართველოს თავაზობთ გახსნილ ეკონომიკასა და საზღვრებს, წესრიგსა და კანონის უზენაესობას, დაცულობის და განვითარების უკეთეს პერსპექტივას. დღევანდელი საქართველოს თავაზობთ შვიდობას და გიწვით ძმობის ხელს. სამი წელი ვიყავი მინისტრის მოადგილე და არასოდეს მაგათ თათბირზე არ ვიყავი, არასოდეს არ დაუძახი ვარ მინისტრსა და არასოდეს არ ვიცოდი რა ხდებოდა სამინისტროში თუ წავიკითხებდი ვებგვერდებზე. და სულ რამოდენიმე დღეში ირაკლი ოქუაშვილი იქნა გადაყენებული თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გადაყვანილი იქნა ეკონომიკის მინისტრის პოსტზე, რომელიც სულ რამოდენიმე დღეში დატოვა. ფაქტიურად მე რამოდენიმე ხანში მე დავინახე რეალურად, რომ მე ვიყავი გამოყენებული შიდა სახელმწიფოებრივ დაპირისპირებებში და საკუთარი ადგილის ძიებაში და ფაქტიურად მოხდა ისე, რომ ირაკლი ოქუაშვილი იქნა ჩაჩოჩებული და შემდეგ სრულად ამოგდებული იმ ადამიანთა რიგიდან, რომლებიც უშუალოდ სიახლოვეში იყვნენ მიხეილ სააკაშვილთან და რომლებიც იღებდნენ გადაწყვეტილებებს ხალხსა ერთილოვნად. ჩვენ ტერიტორია არა მინისტრის მოადგილე ვიყავი და ჩემ ტერიტორიაზე ქურთის რაინაყოფილების ის რა ქვია, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი იყო, ის იყო უფროსი. ეს მარტო იყო საგეიმისთვის, რა ქვია, ელჩებისთვის და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, როგორც ყოველთვის. მიხეილ სააკაშვილი ომის გამართვისთვის, ანუ პიროვნულად შინაგანად იყო მზად უკვე მაშინ, როდესაც ის მოვიდა ხელისუფლებაში. და ამ შემთხვევაში მინდა ვთქვა, რომ საქმე მარტო მიშაზე არ არის. ის ჯგუფი, ის გარემოება, რომელიც მას ახლდა, უმეტესად და დღესაც მის გვერდით არიან უმეტესობა, ძალიან ახალგაზრდები,
აგრესიულები. ისინი შინაგანად მზად იყვნენ. რა ხდება უმედის მშენებლობა? ნელ-ნელა აშენებენ ვიღაც ჩეჩნები ჩამოუყვანიათ და აშენებენ ქალაქს. უკეთებენ ხალხს სახლებს. ჩეჩნები აქ შევინახეთ ბიემად და ეხლა იქ ეხმარებით. ვინ იყო აქ? ვინ აეხმარა ჩეჩენს? დღეს აი ჩვენს მეტი ვინ აეხმარა ჩეჩენს? ვინმე დაეხმარა? რუსებმა რომ ამოხოცოთ ამოხოცოთ მაგათი დავაგერე. ის ახლა მუშათ არის ჩამოყვანილი. მუშათ მაგას ახლა დარიალი აქვს და საფარი და საკონდა. ამოვლენ ისევ ჩვენ კარტელს დახოცავდა. როგორ დადის მე რეკიტებიდაში? ბერევზე გადადის. იცით მოსი ხდება აქეთ. რა თქმა და გაზდილი და აქეთ დაждდეს ანიკეთებს როგორ აქნას აღმოვა რაღაცა დამდებდნენ მე შევამჩნიე რაღაც ჯიპი დამდებდა გორის ქუჩაში ჯიპი დავდებდა მაგრამ მე ვისთანაც ვიყავი სტუმრად არაო ეს აქაურია არაფერიო მე გორში გააჩერეს უცბათა და მომკიდეს ხელი დაამხაჭნეს დამილურჯეს კლავი მითრევდნენ მანქანიდანა და ჩავტი მოდიო ბაგაჟნიკი გახსენიო იქ ისავქნათო ჩავტენოთო მე იმათ უთხრეს არაო ეს ქალიო ორი კაცი ორნი იყვნენ და ისინიც ალბათ კარგი არ იყვნენ იმათაც ჰქონდათ ისინი კარგი ხალხი ალბათ და თქვენ ეს ქალი არის ჩვენი სტუმარი ამ ქალს თქვენ ვერ სადაც ვერ გადაიყვანთ ჩემი ბავშვობის მეგობარი რომელთანაც გავიზარდეთ ცხინვალში ერთად ის ბიჭი ერთ-ერთი რომელიც საახალწლოდ მე მომილოცა ახალი წელი რომელიც მომილოცა საახალწლოდ მომილოცა ახალი წელი მესეჯი მომივიდა ტელეფონზე არ დაურეკი არაფერი ჩვეულებრივი იყო საახალწლო მოლოცვა და იმის შემდეგ მე მომადნენ სახლში და ყველანაირად დამკითხეს რამოდენიმე ხანში მე უკვე გავინახე რომ რეალურად ეს პროექტი და ის ხელისუფლება ის მთავრობა რომელიც იყო ქუთაისში შეიძლება კიდევ უფრო მეტად გამაღიზიანებელი აღმოჩენილი იყო ვთქვათ გამაღიზიანებელი ფაქტორი ქართულ კონფლიქტში და შესაბამისად მე გამიჩნდა ძალიან სერიოზული კითხვები ამ კითხვებზე მე პასუხები ვერ მივიღე თუმცა არაერთხელ დავსვი და ამან გამოიწვია ჩემი სერიოზული გულისხმობა. მანქანამ გადამიჭრა და ვიღაც ახალგაზრდა ორი კარები გაიღო. ვიღაც ახალგაზრდა გამოვიდა და მე პატეჟება მანქანაში ორი საკითხისთვის ამოხვევით. ისეა ეს კარებები გაღებული რომ ვერ წინ წახვალ ვერ ცუგან. კრავ ხელს და ვიძახი რა ვერ გავიგე მე რა შეესაქმე თუ რამე საქმე გაქვს კი ბატონო აქ გინდათ საკითხვაზე გიპასუხებთ იმიტომ რომ მეთქი მელოდება გას არა კაცო ის ყველაფერი ის არისო ორი საკითხი წაიმოყვებით და იმისაჭ მალე გამოგიშვი საქმეთა სამინისტროდან ბოლოს წამოვედი მე და კადრების სამმართველოს თუ ჩემი მეგობარი იყო და ერთად წამოვედი. რაც სამინისტროში იყო იარაღი, ადმინისტრაციულ ჩემ კორპუსში. ავკრიფე და წამოვიღე, იმიტომ რომ ბრძოლიდან უიარაღოდ გამოსვლა ეხლა რავი, მეთქი სირცხვილია და ჯერ ეგერთი თანამშრომელი ვიყავი და 35 წელიწადი ნაშრომი ვაქვს ორგანოში და როგორ დავაგდებდი იარაღს და ისე წამოვედი და ანკატავიწვევდი. ფორმიანი იარაღიანი ყველა აღჭურვილობით წამოვედით მივედით გორში შტაბში გაგებაში არავინ არ იყო გაქცეული იყო თელი გორის შტაბი ეს ვალაპარაკობ 9-ში 9 აგვისტოს
მე მივედით სახში ამ იარაღით. ის ძალკე წავიდა კადრების სამმართველოს უფროსი თავის სახში, მე ჩემს სახში წამოვიღე ეს იარაღი, მანქანით შევიტანე სახში, აბა სად წავიღე, სხვა არ გადავუხრეთი არა? და მეორე შემთხვევა იყო, როცა სახში მოვიდნენ, სახლიდან წამიყვანეს, როცა დედაჩემი ფაქტიურად არ ჩანდა და წამიყვანეს და მე ადრე დავპირდი რომ შევახვედრებ დედაჩემს და გამომივიდა ტყვილი და წამიყვანეს მცემეს კარგად და მცემეს სახეში არ მირტყავდნენ და არაფერი გვერდებში მირტყავდნენ. მე უკვე მივხვდი რაშია საქმე, რომ უკვე აქედან თავის დაღწევა გამორიცხული იყო. და მე დამიწყეს რომ აი ეს ზუსტად ესეთი ადამიანი გვინდა როგორც შენა უკვე გადავიდნენ ღიად ეს რა მაგრამ რომ მიდის მოდისო იქ კარგად იცნობს იქაურისო როგორ არის იმიტომ რომ მე შემდგომ დაკითხვას და რაღაცა იმასაც კი მეკითხებოდნენ სად რა ადგილას იმყოფება ამა თუ იმ ადამიანის კაბინეტი თურმე მე აღმოჩნდა რომ ეს იარაღიო მეო თურმე მითვისების მიზნით წამოვიღე ოსეთიდან თუ ომიდან და მითვისების მიზნით ჩავაბარე მინით. აი ეგრე მიწერია განაჩენი. და მითვისებას თუ იყო ამდენ ხალხს რაზე გავაგებინებდი, რომ იარაღი წამოვიღე და რაზე მივცემდი იარაღს ამდენ მოწმეების თანდასწრებით. ახლა მე მგონი იჟი არა ვარ და სულელი არა ვარ, რომ თუ იარაღის მითვისება მინდა, მაშინ ჩუმად წამოვიღე კაცშვილს არავის არ ვეტყვა. და მოწმეების ჩვენება რო არის, მოწმეების პური მოწმის ჩვენებაა და მე დაპირისპირებას ვთხოვდი საქმეში და არც დამაპირისპირეს. შენ ბევრს თუ გაახურებო, სულ ჩაკეტავთო და მაშინ ციხიდან იმართლე შენი თავიო და მადლობა თქვი რომ გარეთ დადი. დედაშენია კი? არა, სოფელშია გადასული ახლა და იყო ჩამოსული. აქ სადაც ხილვაში ხო? ხილვაში ჩავიდი, იყო ხილვაში, მაგრამ ახლა გავუჭირდა თითოეულობა რო არის, ვეღარ გადავიდა. და გადარიხო. სალარი ხომე ნათესავებთან არის ხომე. სოფელში. დახმარების ერთ იქაურს? არა, იქაურს არაფერს ოფსები. იქაური შვილები მოღალატეებით გავხსო და არაფერს არ გვაწევდა ამამის გამო. დამედევნა და დამიჭირა გორის ცხიმალისკენ რო წავედი იქა დაჯექი მანქანაში დაჯექი არ დავჯდები მეთქი და იქ პოლიცია იყო ახლო 1-200 მეტრზე და ნელ-ნელა წავედი ისა მანქანით ამონყვა იქა ის ბიჭები ეხლაც იტყვიან იციან ის ბიჭები მოვიდა ვიღაც კიდე იქა რობოტითო ვიღაცა ჩაჯდა მანქანაში იყო იქა კასრაძე ტიტო ისიჯდა ჯიპის რულზე ბიჭებმა მითხრეს ნუ გეშინიაო ჩამსვეს მანქანაში იმიტომ ტიტოს მე კარგად ვიცნობდი და ტიტო მუთხრა ეს რას აპირებდნენ არ ვიცოდი აი მაგრამ ტიტო მუთხრა ეს ჩემ მანქანაში არ მოხდებაო